მოგესალმებით, მეგობრებო. პატარა ვიდეო მინდა ჩაგიწეროთ, როგორ ხდება დიაგნოსტიკა ენერგეტიკული ველის ადამიანში და როგორ ხდება მასზე მუშაობა. ძალიან ფარულ შრეებს გეუბნებით ახლა, როცა კარმულ ასპექტებზე ვამბობ ხოლმე, გაგიზიარებთ ჩემს გამოცდილებას, ჩემს კვლევებს და ცოტა დიცურეთში რომ მოგიყვეთ, რაზე მაქვს საუბარი, ხო, კარმულ ასპექტებზე როცა ვლაპარაკობთ, დიდ სურათში რო ავიღოთ, მაგალითად ეზოთერული ასტროლოგიით თუ შევხედავთ, ეს არის წინა ინკარნაციები, ხო? ეს არის კარმული ასპექტი მიგვანიშნებს, სად ხდება ენერგეტიკული ველის განლევა, მოდით ესე რომ ვთქვათ, შიგნით რომ ვერ ჩერდება ენერგია და შესაბამისად იქ ღრმა ქვეცნობიერ ენერგეტიკულ ველში ჩვენ არ ვართ იმ ენერგიებთან, რაც მაგალითად კარმული ასპექტები მიგვანიშნებს. ამას მოაქვს მერე, უიღბლობა, ჯანმრთელობის პრობლემებიც ამავე დროს და რაც თავარია ღრმა კომპლექსები შემდგომ და ბედიც რომ ამის მიხედვით მერე ტრიალებს ნეგატიურად და ხშირად, როდესაც მაგალითად გქონია კონსულტაცია პირად რუკაში და ადამიანს აინტერესებს პირად ცხოვრებაში, როგორ იყოს მაგალითად კარგად, აინტერესებს კარიერა როგორ წარმართოს კარგად და ყოველთვის მიდის საუბარი იქნება თუ ენერგეტიკული რაღაცნაირად კონტაქტი საკუთარ თავთან რომ ვიწყებთ მერე დიაგნოსტირებას, ხო? ხა მე ვხედავ ხოლმე რუკაში აქ რა შეიძლება პრობლემა იყოს და ცოტა მაგისკენ მიმყავს ხოლმე ჩვენი ურთიერთობა და ფაქტობრივად მე გეუბნებით სუფთა 10 წლიან გამოცდილებას ჩემსას, ძალიან აქტიურ ასტროლოგიაში რაც ვარ 10 წლის განმავლობაში, მანამდე ზოგადად ეზოთერულ სფეროში ვიყავი ყოველთვის და ასტროლოგიაშიც, მაგრამ პრაქტიკულ გამოცდილებას გიყვებით, სულ ერთი იგივე სურათზე გავდივართ ხოლმე, რომ ადამიანს აქვს იმ კარმულ ასპექტებს, როცა ვეძახით ჩვენ სატურნი იქნება, შავი მთვარე იქნება, ასპექტები იქნება, ეს არის ენერგია, სადაც გადის ენერგია ჩვენგან, მთლიანად გადის და ენერგოსტრუქტურა იქ არ არსებობს უბრალოდ, ხო? ანუ ჩვენ შეიძლება ცნობიერად სფეროში შევიდეთ, მაგრამ არაფერი არ იჭერს ენერგეტიკულად. ეს სხვაშიც ვიდეოს ჩაწერა მინდოდა დავჭიქით ყველ და ესენი მობუდიალდნენ აქ და მოკლედ სადაც არ უნდა წავიდე დამყვებიან და მომიწევს მათთან ერთად ჩავწერო ვიდეო მოკლედ თორე არ იყო გეგმაში მთელი ხარე მოვიარეთ და სადაც დავჯობოდით იქ დამეწებოდნენ. ხო და აი ამ ენერგეტიკულ ველში როცა არის შიგნით სიცარიელე, ძალიან ღრმა სტრუქტურაში რო შევხედავთ, ხო, წარმოსახვითი თერაპიები იქნება, ჰიპნოზური მდგომარეობა იქნება, მან ვხედავთ მხოლოდ ამ ენერგეტიკულ ველს, ისე ცნობიერში არ მოდის, ისე თითქოს რომ ვთქვათ, რომ ეხლა